პროცესი უნდა შემდგარიყო დღეს, დაასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა პროკურორს, დაასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა დავსის მხარეს, დაასრულებულიყო, გასულიყო მოსამართლე სათათბირო ოთახში და გამოიტანა განაჩენი. რატომ გადაიდო პროცესი? ამას მე ვერ გეტყვით. ეს არის აბსოლუტურად იმისთვის გაკეთებული თითიდან გამოწოვილი, ესე რომ ვთქვათ, პრობლემა, რომ არ მოხდეს ამ კონკრეტული ბავშვების შეწყალება. პრეზიდენტს აქვს უფლება-მოსილება, რომ იმ დღესვე შეიწყალოს კონკრეტული ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, თუმცა ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული თვითონ მოსამართლის ასეთი ქცევა. პროკურატურის სამწუხარო პრაქტიკა, როდესაც მნიშვნელოვანი საქმეებია, ისინი ყოველთვის დებენ ხოლმე ასეთი სტილით, ესე რომ ვთქვათ, პროცესებს თითქოს დაიღებენ რაღაც ყოლობის საქმეში მონაწილეობას, ან უფრო მნიშვნელოვან საქმეში, სადაც მისი ესე რომ ვთქვათ, მონაწილეობა არის გარდაუვალი. ეს არის გამოგონილი ჩვეულებრივად. პროკურორი უნდა მოსულიყო და ჩვენ წინა პროცესზე ვთხოვეთ პროკურორს, რომ მოსულიყო და დაასკვნითი სიტყვა ეთქვა და ეს ბავშვები, ესე რომ ვთქვათ, დღევანდელი მდგომარეობით უკვე შეწყალებული ეყოლებოდა პრეზიდენტს.